მოდი დავიწყოთ ქართული ოცნების პერსპექტივიდან, რა მოიმოქმედა ამ დამნაშავე პარტიამ, ხო? ამ ფაქტობრივ მმართველმა ძალამ, არალეგიტიმურმა დაიწყო რეპრესიების ახალი ეტაპი. დაიწყო არაკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, რეპრესიული კანონების და მათი აღსრულება იმ პატრიოტების წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, სარგებლობენ თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, მშვიდობიანი პროტესტი უნდათ რომ ჩაახშონ რეალურად. ამისთვის იყენებენ ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, რომლის ღირსება თავად ქართულმა ოცნებამ შეელახა. მე შევახსენებ საზოგადოებას პატრულს შეშინებული რომ იდგა ალექსანდრეს ბაღში გასული წლის დეკემბერში და იქ ტიტუშკების მართლა თავზე გადაუარეს და მათ შელახეს პირველ რიგში პოლიციელის მუნდირი. პატრულზე ვსაუბრობ ახლა GDD-ზე, სპეცრაზმზე და სხვა მარბიელ რაზმებზეც აღარ ვსაუბრობ, ხო? მაკაჩიხლადის თქვენი კოლეგის შემთხვევის შემდეგ, როდესაც ახლომახლო იყო პატრული და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო ქართული ოცნების დავალება, ქართულ ოცნებას აქვს ოფიციალური სტრუქტურები და აქვს კიდევ სხვა არაოფიციალური, არაფორმალური საცეცები, რომლითაც ებრძვიან საკუთარ საზოგადოებას, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ სიტყვას, ევროპულ მომავალს, დასავლურ ორიენტაციას და ეს რეპრესიული მეთოდები არის ისეთი მასშტაბის, რომელიც გვახსოვს მხოლოდ საბჭოთა საქართველოსთან. საბჭოთა საქართველოში გვაბრუნებენ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომის წინ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრეს, სრულიად არაპროპორციული, რომელიც მანამდეც თუნდაც აი 5,000 ლარიანი ჯარიმები, სრულიად შეუფერებელი ჯარიმები იყო, მაგრამ ახლა ეს ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის არაკონსტიტუციური, მაგრამ ქართული ოცნება ამას არ დაგიდევთ და როდესაც ეს ხდება ევროპული საბჭოს სხდომის წინ და მისი აღსრულება ასეთი ინტენსიურობით, ეს უკვე მეტყველებს საბოტაჟზე ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობის ფორმატები გაწყვიტოს და როდესაც ირაკლი კობახიძე სიხარულით აცხადებს, რომ აი 229 დღეს ვეღარ გადაიკეტა რუსთაველი და ასეთი მცირე ადამიანისთვის დასაკმაყოფილებელი რაღაცები ახარებს და ამის დემონსტრირებას ახდენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არის მართალი პროტესტი, იქ დგანან ნამდვილად პატრიოტები და მიუხედავად იმისა, როგორც არ ცდილობდნენ ამ პროტესტის მნიშვნელობის და მისი სიმბოლურობის დამცრობას, ეს ამ პროტესტმა გამოიღო ახლაც ძალიან დიდი შედეგი. აი, წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელობაზეც გითხარით, რჩება ლელო იმ პოზიციაზე, რომ წინააღმდეგობა და ეს თუნდაც ყოველდღიური აქციები უნდა გაგრძელდეს და ამას, ასე ვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ პროცესში, რასაც ქვია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა და იცით რატომ გეკითხებით. აი, მაგალითად, გახარიას პარტიაში აღარ ფიქრობენ, რომ აი ქუჩას რამე შედეგის მოტანა შეუძლია ხელისუფლების ცვლილების თვალსაზრისით და იცით თქვენ, რომ გამოსავალი კახარიას პარტია მოძებნა იმაში, რომ შეწყვიტა ერთწლიანი ბოიკოტი და შევიდა საქართველოს პარლამენტში. როგორ უნდა გაგრძელდეს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა? ლელოს ხედვა რა არის? თქვენმა პარტიამ ვერ მოიგო მერის არჩევნები ვერც ერთ ქალაქში, ისე როგორც არ არის უბრალოდ უმნიშვნელოა თქვენი წარმომადგენლობა სხვა ქალაქის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, რაშია გამოსავალი? როგორ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ? ჩვენ ლელოში ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი, ქუჩის პროტესტი იყო, არის და რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობიანი პროტესტის გვერდით, მშვიდობიანი პროტესტის შუაგულში, მის ავანგარდში და იქნებოდა ეს დიდი აქციები თუ უკვე ყოველდღიურად ქცეული რუსთაველის აქციები, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხო, თუნდაც ირაკლი ყობახიძის განცხადებით და სიხარულით რო გვამცნო და პოლიცია რომ მიუქსია მშვიდობიან დემონსტრანტებს და ღირსების შემლახავი ეპითეტებით შეამკობინა ის ადამიანები, რომლებიც რა ტროტუარებიდან გაიტაცეს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის ვამბობდით. ბრძოლის ყველა მეთოდი, მშვიდობიანი და კონსტიტუციური არის
აუცილებლად გამოსაყენებელი, საჭირო, მიზანშეწონილი, ამან მოიტანა დღევანდელი სტატუს კვო, ის რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმურად აღიარებული საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? მათ ის რომ ისინი არიან იზოლაციაში, იმის გამო რომ ისინი არიან ჩაგვრელები. ქართული საზოგადოების, ქართველი საქართველოს მოქალაქეების ჩაგვრელები. ჩვენ ვფიქრობთ და არჩევნებში მონაწილეობაც სწორედ იმიტომ გამოვაცხადეთ ჩვენ ბრძოლის ერთ-ერთ ეტაპად, რომ ყველა ფრონტიდან უნდა შეუტიოთ ქართულ ოცნებას, რათა მივახციოთ საბოლოო მიზანს. საბოლოო მიზანი არის რეჟიმის ცვლილება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პარალელურად ბუნებრივია და ამდენად ვინაიდან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც რჩებით გულისხმობ არა ლელოს მხოლოდ, არამედ იმ საზოგადოებას, რომელიც არის წინააღმდეგობის მოძრაობაში, თუნდაც პასიურად დღეს და ყოველდღურად არ გამოდის. ჩვენ ვართ კონსტიტუციურ სივრცეში, ქართული ოცნება გავიდა. მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობთ და იყო დრო, როდესაც ლელო ძალიან აქტიურად გადიოდა რუსთაველის გამზირზე და ძალიან აქტიური მონაწილე იყო აი ამ მშვიდობიანი პროტესტის. ახლა სათხართ, ესეც მინდა გკითხოთ, ხა აქციის მონაწილეთა ნაწილს რამდენიმე თვე აღარ სიამოვნებს ლელოს წარმომადგენლების მისვლა იქ, სადაც ეს აქცია და პროტესტი იმართება, მაგრამ რამდენად აპირებთ ამ მოცემულობას შეეგუოთ და იყოთ, ასე ვთქვათ, დისტანცირებული წინააღმდეგობის პლატფორმისთან, თუ დაიწყებთ ისევ რუსთაველის გამზირზე გამოჩენას და სიარულს და მით უფრო მაშინ, როდესაც ხო აი ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ, ასე ვთქვათ, მოძრაობის და პლატფორმის შენარჩუნება და გაგრძელება. ჩვენ არასდროს დისტანცირებულ ვართ წინააღმდეგობის მოძრაობიდან, გეთანხმებით იმაში, რომ ბევრი იმ ადამიანთა შორის გულისხმობ დემონსტრანტებს, არაპარტიულ ადამიანებს, ხო, რომელიც გულწრფელად დგანან, მათ ჰქონდათ განსხვავებული ხედვა უშუალოდ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში და ეს არანაირად არ არის ის გარემოება, რომელიც ჩვენ შეგვასწავლებს აზრს წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რუსთაველის პროტესტზე კონკრეტულად, ხო, ჩვენი წევრები, მეც მათ შორის, ხო, ახლა შეიძლება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენ უფრო მეტად ვიყავით სხვა ფრონტზე წარმოდგენილები, მაგრამ ჩვენი წევრები ახლაც დადიან, მეც პირადად ჩემ თავზეც ვიღებ ამას, ბუნებრივია და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის რუსთაველის პროტესტის მხარდაჭერა და ქუჩაში დგომა მათ შორის. რაც შეეხება არჩევნებზე, თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი წარმომადგენლობა. დიახ, შეიძლება ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, თუმცა ის გადაწყვეტილება თავდაპირველად რომ სწორი იყო, მე მგონი ძალიან კარგად გამოჩნდა 4 ოქტომბრის შემდგომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მკაფიოდ დაინახავს, როდესაც ახლა ნელ-ნელა ეს სურათი ხდება მთელი თვე საუბრობთ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდზე სწორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელო წარმომადგენლობა. ჩვენ წადეთ, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ წარმოდგენილნი ვართ 57 მუნიციპალიტეტის საკრებულოში და რა თქმა უნდა ის რომ მომხდარიყო რომ სრული ძალებით შეგვეტია ქართული ოცნებისთვის სხვა შედეგი დადგებოდა, მაგრამ რაც ჩვენ შევძელით ეს არის სოლიდური წარმომადგენლობა და ჩვენი წარმომადგენლები იქ ხალხის ხმას აუცილებლად გააჟღერებენ, მაგრამ კიდევ ერთ ბოდიში და დავამთავრებ, ქუჩის პროტესტი ბრძოლა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო ველზე აქტიურობა ქართული ოცნების წინააღმდეგ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მიგვიყვანს ჩვენ საერთო მიზნამდე, რომელიც უცვლელი არის 1 წლის განმავლობაში.